დაიწყე გაგრით, თიკა. მე დავიწყებ გაგრით, არ არის კარგი ამბავი, მთლად წვიმს 26 გრადუსით. სოხუმაც გააგრძელა ასევე 26 გრადუსით და წვიმით. მოდით მივიდეთ ახლა ზუგდიდში, სადაც ასევე იწვიმებს როგორც ჩანს 25 გრადუსით. და გაწვიმდება მესტიაშიც 22 გრადუსი ტემპერატურით. ესე იგი დღეს წვიმის დღეა, ასევე ფოთშიც წვიმს 26 გრადუსი. ბათუმშიც წვიმს, რით გაგახაროთ 26 გრადუსი. ხდება ისე, რომ მთელი საქართველო ერთი ქოლგის ქვეშ თავსდება, ოზურგეთში წვიმა 26 გრადუსი. ქუთაისშიც გამოხვა 25 გრადუსის ტემპერატურით და ასევე ჟინჟლავს. მოვდივართ ამბროლაური, სადაც ასევე იწვიმებს 26 გრადუსი. და ჟუჟუნა მოვა ახალციხეშიც 27 გრადუსის ტემპერატურით. ბორჯომშიც იჟუჟუნებს ისეთივე წვიმა 26 გრადუსით. და ჟუჟუნა პაკურეაშიც 21 გრადუსი ტემპერატურა. აი, უკვე ჟუჟუნას დავემშვიდობებით გორში 30 გრადუსი იქნება. სამაგეროდ ცხინვალში შემოგვხვდა ისევ კალბატონი ჟუჟუნა 27 გრადუსის ტემპერატურა. სტეფან წმინდაში ჟუჟნა რა არის, ასევე 24 გრადუსი. გუდაურშიც შხაპუნობს 18 გრადუსი ტემპერატურით. აი, თელავში უკვე ჟუჟნა ისვენებს 14 გრადუსი. რუსთავში ჩახჩახებს 36 გრადუსი ტემპერატურა. და თბილისს რა უნდა? თბილისს უნდა მზე, თბილისს უნდა სიყვარული და 34 გრადუსია მშვენიერი ტემპერატურა, კარგი მზე. ოდნავ ღრუბელი იმისაც, რომ ძალიანაც არ დაგვრცხეს. იდეალური შეთავაზება გვაქვს დღეს თბილისისთვის. ჩვენი დედაქალაქი თბილისი ასე გამოიყურება ამ წუთებში. ეს არის პირდაპირი ტრანსლაცია სატელევიზიო ანძიდან.